მყავს ცხენი, ჩემი ცხენი, ღია სახელი კაშტანი. მზადებით ტრადიციულად მარულაში 15 წელია რაც ვიმარჯვებ მე და ჩემი ცხენი ერთად. დავიბადე სოფელ ზუგდიჯრალი რაიონის სოფელ ორულში. სულ პირველად დავჯექი ვიყავი მეორე კლასში. მაშინ მყავდა ჩემი მეზობელი ცხენი. და იმის მერე მყავდა ჩემი 15 წელი მყავდა ეს ცხენი. არავინ არა ამის ბადალი აღარ ყავს ამას. ცხენის დამსახურება უფრო მეტად და ჩემი. ისეთი ცუდი ქონდა კაშტანური რა, იმასა კინოში მაგ ისეთი ცხენი ნანახი და იმის მით დავარქვი ამას კაშტანი ისეთი ისღანა ესგება გიჟი და ისეთი 15-20 დღე არის ამ მარიამობის დღემდე 28-შია ეს და 28-მდე რა ის ერთი 25-მდე ვარჯიშები. ბავშვობაში თოფი გამივარდა შემძნაძენ ხან განავესროლი და რა ვიცი ყველაფერი უბედურებაზე მე მივდიოდი. ხან იმიდან ჩამოვარდი, ხან დავიწი, მას მოვუკიდეთ, მე წაიკიდა სას გავიქეცი, მე დავიწყე კივილი, და მოიკიდა სას მეთქი, მე მივახში გავიქეცი, ძლივ ჩააქრეს. როცა მოვჩი სკოლას მაშინ მივედი ინსტიტუტში. ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი კოლეჯში. სწავლობდი 5 წელი. დიპლომის ავიღე, მე ისე უმუშევარი ასამსახური ერთარაგები და არა უფრო მეტად ამ ცხენის იმაზე ვიყავი უფრო მეტად დაინტერესებული. წელს როგორ ამასმედი მე იმედი ყოველთვის მქონდა და მექნება რა გავიმარჯვებ აქ თუ არ გაიმარჯვებ მაშინ დოლსოგან წაიღები და სხვაგან იქნება გაიმარჯვება რა ეხლა სულ აქ ტრადიციულად არის ჩვენთან ეს და მეც არა მაქვს იმის უფლება რომ არ გავიმარჯვო. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ზუგდიდში, მეგობარი გოგონა ვყავდა საერთო. იმისგან გავიცანით ერთმანეთი. ცოტა ხანი ერთმანეთს ხვდებოდით, მერე დაოჯახება გადავწყვიტეთ და თავის ფეხით ჩავზამდა მანქანაში. საინტერესო ის იყო, მოვარდა შობლები იქით, აქეთ და სად არის განახე ჩვენი შვილი ეს ის გაჩნდა გვაი. მერე როცა დაგვინახეთ, ეს აი ბიჭი ყოფილა უგასწრო და ავიშვილს უწეს შენ მაინც აწიო ამით სოლი ხარო და ღმერთმა ბედნიერად გამყოფონო. იმის მერე ავაგეთეთ ქორწილი 500 კაციანი. გაჩნდა ორი ბავშვები, ერთი ნიკუშა, ერთი ნინი, სავები. ერთი დადის მეორე კლასში, მეორე მიდის ბაღში. უფრო მეტად მინდა ბავშვები, უფრო მეტად იმას რომ გაიზარდონ. უფრო განათლება რომ მიიღონ, უფრო მეტად ქალაქში მინდა, უფრო მეტად ცხოვრება. აქ უფრო მეტად მინდა, მაგრამ ქალაქში მინდა რომ ვიცხოვრო. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი თავზე ვიღებ, მაგრამ კიდე იმუშავებ, მაგრამ უფრო მეტად მიმჩნია სახში და ბავშვებთან. სახში არაფერს არ ვიგზავნებ, მაგრამ გარდ ნიკო 6 წლისა, ნინი მე 6-ში მიდის, ნიკუშა უკვე 5 წლისა, საერთოდ არ ამაზე ერთხელაც განარტყამი. ცელგობენ რაღაცებს აკეთებენ, თუ არ მაშინ მე თვალის ნახვა და всё ბავშვები ძლებიან ნავიზადგენ. ადამიანის წენა რა ვიცი, კი თუ მანწყენა ისეთი რაღაცა გამიკეთა, მაშინ ჩემ ცხოვრებაში არც მინდა ისე და მე არც მაინტერესებს რა თავის. თუ არა იმდენად სერიოზული, მაშინ მეორე დღეს ვაგვარებ ჩვენ ერთმანეთში და ვაგებ და დავიძებით მე სვამ ჭამ კრიგების იმაზე და ასე ვინა. ერთი ორჯერ სამჯერ მოხდეს ეს სიტუაცია, რომ მოვიგეთ აქ ერთი 5 წელი ზედიზედ მე სხვაგანაც წავიყვანე სოფელში ამას ცხენს ითომ ამ იმაში. თავის სტადიონზე არის მიჩეული და იმიტომ არის რომ მირბის აქეთ მე იქით წავიყვანეს სხვა იმაში სოფელში, ერგეტაში წავიყვანეს. იქ საერთოდ მარტო მე მირბოდი, არავინ არ მირბოდა, მე ყველა ცხენი გაჩერდა და იმის მერე დარწმუნდნენ მართლა ცხენი ყოფილაო რაღაც საშინელიო და რაღაც ზაფხულში დავდივარ ზღვაზე დანაკლიაში მივდივარ ხან სამთარში უფრო მეტად დავდივარ სანადიროდ იხვებზე ახლა წყერზე და რა ვიცი და ვატარებ ამით თავისუფალ დროს
მე ჩემი პირადი იმისთვის თოფის რაღაცა იარაღი შეძენა ამის იმაზე ხარჯავ ბავშვების მერე უფრო მეტად. იმაზე ვარ მეჩვეული რომ სულ პირველ ადგილზე და ყველას კიდე უყვირს რომ ამიტომ ამდენ ხანს არ დაბერდა ეს ხანი ან რამე იმ დროში იყო მაშინ ძველ დროში უფრო მეტად ფული დაჯილდოვებდნენ ფულს აძლევდნენ პირველ ადგილს მეორე ადგილს ეხლა ფული არ არის აქ ჩვენთან მაგრამ ზრდიდან კომიტეტიდან სპორტ კომიტეტიდან მოაქვს პრიზები მედლები პირველ ადგილს მეორე ადგილს მესამეს აძლევენ ისინი რო არ იყო მაშინ ჩვენი დაგროვებდით აქ ფულს ის არბენიებდა ცხენძის გამოიტანდა 50 მეორე 50 და ასე ვაგროვებდით ვინც მოიგებდა ის იღებდა იმ ფულს ვინც აიღებდა პირველ მეორე ადგილს იღებდა მესამე კიდე რაღაცები იყო დაიწყო აზნაურ აფშილავან პირველ მე იქ უგაუგებრობის გამო იტალიას ბავშვი დაიღუპა ცხენმა მოკლა იმის შემდეგ დაიშალა და დავიწყე მე ყავდა თვითონ მეცხენი 17 წელი არ წაუგია მიყვარდა ცხენზე კატაობას მოვლაც ერნობას და ჩემი შემდეგ ეს სულ პატარა რო იყო ვაჯენდი თვითონ ცხენზე და იმითაა გასწრაფული და არის კაი ცხენოსანი ბაცა გაიზარდა უკვე დიდია წონა 80 კილომეტრია და იმის როლს შევასრულებინე ერთ 2 წელში ამ ჩემი შვილიშვილს რომელსაც პირასახელად მიფშა უყვარს ცხენი ჯდომა და კატაობას ყველას აქვს სურვილი რომ ეს გაგრძელდეს ბოლომდე ეს არის სპორტული ღონისძიება და რა იცი ახლა და თუ დაგეხმარებიან დაგვახაზისებენ ხელს მოგიწყობენ ეს იქნება ყველაზე კარგი და სასურველი აქ ხდება ბევრი ხალხი ბევრი სოფლიდან დარჩელია ნაკლია იქიდან კიდე სენაკიდან აბაშა სამტრედია და მზადები ახლა ხვალისთვის დოღზე რომ გამემარჯვო მოვიგებდი კი ასპრესუნდიანად კიდე არ ვიყავი დაზნებული მაგრამ მაინც ვიყავი რომ მოვიგებდი და თან მოვიგე 100 გვაქვს გარდამავალი 100 თუ არ მოვიგებ მე მაშინ ის მოიგებს ის 100 ის დაიღებს მაგრამ უკვე 15 წელია გარდამავალი 100 რო შემდგომ სახშია მინდა რომ შემოვიგებს ისე გავგეთო რას მოისურვებენ მე მაგაში უნდა ზათვიყო იმას უნდა გააუსრულო და უნდა გავუკეთო ისე რაღაცა რასაც მეტყვიან ეს მინდა მომიგან ეს მინდა ანის მინდა ამისთვის მუშაო ოჯახური შემოსავალით ფიზიკურადაც და რა ვიცი ყველანაირად